აფხაზეთის მეომართა კავშირის წევრებმა საქართველოს ეროვნული გმირის გენო ადამიანის საფლავი ყვავილებით შეამკეს და პატივი მიაგეს მის ხსოვნას. გენერალი გენო ადამია 1993 წლის 28 სექტემბერს კელასურის ხიდზე დაიღუპა. სოხუმის დაცემიდან მეორე დღეს. იყო საქართველოს შეიარაღებული ძალების 23-მე მექანიზებული ბრიგადის მეთაური. ბრიგადა, რომელიც 5000 მოხალისეს აერთიანებდა, მან საკუთარი ძალებით ჩამოაყალიბა. აფხაზეთი გაყიდულია, მაგრამ სანამ სული მიდგას ვიომებ, თქვა ეროვნულმა გმირმა და თავისი სიტყვისთვის არ უღალატია. გენო ვაჟკაცურად დაეღუპა. ის იყო ვაჟკაცი, ჩვენი მაგალითის მომცემი იყო და სული ძახდა, რომ ეს უყურიდან ცოცხალი არ გავალ და აქაც ასე მოხდა. და ჩვენ ბევრი ვართ ბატონი გენოს გაზრდილი ბიჭები და დღემდე მოვდივართ ასე და დღესაც ვათავარ ჩვენი ქვეყნის დასაცავად. ის იყო ძალიან მომთხოვნი და შეუვალი ადამიანი და ამავდროულად იყო ძალიან თბილი, ძალიან მამაშვილური, რომ მოგეხსენებათ, რომ ჯარი შემდგარი იყო სოხუმის გარნიზონი და 23-მე ბრიგადა შემდგარი იყო სპორტსმენებისგან და იმ ახალგაზრდებიდან სოხუმში, რომელსაც ჭიდრო ურთიერთობა ჰქონდათ გენო ძიასთან და კიდევაც შეარქვეს გენო ძია. მეუბნებიან, რომ ძალიან კარგად ომობდა, კარგად იცავდა საქართველოს და სოხუმს და მიხარია, რომ მე ყავდა მასეთი ბაბუა და მიხარია, რომ მოგვარია, მეც ვარ მაგისი მოგვარი გენო ადამია.